მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ისე მივდივართ OSW-ზე, სადაც დრიფტის ივენთი არის, Drivers Appreciation Day არის. მე გვაქვს ეს წინაზე ნაცვლეთი საბურავები და ორი ახალი საბურავი ერთი ჩემანქანაში დევს. საკმარისი იქნება დღეისთვის. მოკლედ ერთად ვნახოთ, იქნება თუ არა იქ რიგი სანამ მივალ და რომ მივალთ მერე როგორ გავიგეთ ტექნოლოგიას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. დამავიწყდა მეთქვა ჩვენი სიახლეების შესახებ. ჩვენ დავიწყეთ რაღაც ბიზნესი, რომელსაც მომავალ ვიდეოებში გაგაცნობთ. ეს არის ჩვენი AR Customs, ანუ Auto Repair Customs. უკან ჩვენი მანქანა ნახატია. ჩვენი ჰუდები გვაქვს. აქაც ცოტათი დავასტიკერეთ AR Customs და აქ გვაქვს ესეთი სტიკერებიც. ამ სიახლეებს გაგაცნობთ მომავალში. ეხლა რაც უნდა დამეჩვენებინა. წინა ვიდეოში ჩანს რომ გვაქვს ეს ხელისტორმუზი, მაგრამ არ მახსოვს თქვი თუ არა და აღნიშნე თუ არა. ესეთი გაკეთებული ხელისტორმუზი გვაქვს. მეტი ისეთი არაფერი მზად ვართ ახლა წასვლად და წავედით. მოვედით როგორც იქნა, იყო ძალიან დიდი საცობი შემოსასვლელში და გამოიცანით ისევ საცობი. ტექინსპექტირების საცობია ეს უკვე. და ტექინსპექტირება ტარდება სადღაც contracted by us to fly drones. So if we see any other drones in the air, we'll take them out. გავიარეთ ტექნოლოგიებმა B-კლასში და დავაკრათ მან. კლასის დროც მოვიდა, მზადებით. საფუძზე GoPro დავამაგრეთ, მანქანაზე GoPro დავამაგრეთ, იმედია დღეს უფრო კარგი ვიდეოები გვექნება. ასევე ვაპირებ შევაერთო მიკროფონი უშუალოდ ტარების დროს. მოკლედ მიკროფონი გვაქვს. იმედია უკეთესი კონტენტი გამოვა. ნახოთ. მოკლედ არის ტრეკი შეცვლილი ცოტათი, არის სხვანაირი ტრეკი, რაც ძალიან მომწონს უფრო. ერთი ადგილია, სადაც მე ეჭვება რომ გადავაბავ თუ არ გადავაბავ და მაგას ეხლა ვარ ვნახავთ. იმედია ყველაფერი რიგზე ჩაივლის და იმედია თქვენც კარგად ხედავთ აქედან. ჩვენი კლასის დროც მოვიდა. ეხლა დროზე გავუშვით, რომ ჩვენც გავიდეთ. ვიღაცა ისე მუსიკებით დრიფტაობს, აჯაზებს. ასტორებს არა. თავიდან ცოტა ფრთხილად გავივლი, ზოგი უკვე ორ-ორი გადის, ეხლა ეს ერთი გავიდა. მე ერთი გავალ, იმიტომ რომ არ მინდა ჯერ ტანდემი არავისთან. ჯერ უნდა მოვსინჯო ტრასა, ჯერ უნდა მოვსინჯო საბურავები. და იმის მიხედვით, ეს ჩამოვიწრე უკეთესად დაინახავთ. იმედია GoPro-ები ამ ჯერზე მაინც იმუშავებს კარგად, იმიტომ რომ წინაზე დაგვიჯდა და არც ერთი ტანდემი არ გადამიღია მიჩისთან. არა და მიჩის გავყევი 3ჯერ თუ 4ჯერ. თუ 5ჯერ აღარ მახსოვს და არც ერთი ტანდემი არ გადამიღია. ახლა არ არის მიჩი და კრისი არის მოსული, მაგრამ ნახოთ კრისთან ერთად თუ ვივლი ტანდემს. ეხლა ჩვენ ჯერია წესით. იქ როგორი მოშვებული იყო ადგილი, თო არ ველოდებოდი, არაუშავს. მიუხედავად იმისა, რომ 25 PSI-ზე მაქვს პაკრეშკები, მაინც მოცურდა, ნუ არ ვიცი რატო, ნახოთ შემდეგი წრე როგორ ვივლი, არ მომეწონა ძალიან ეს გავლა. ისევ ქენი რომ პაკრეშკებიც არ გამიცხელებია, მაგრამ არაუშავს.
რაც შეეხება GoPro-ებს, იმედი არ დაჯდება მალე, რადგან დამტენი მაქვს წამოღებული. ერთი გავლა მოვასწარი მარტო და უკვე დამთავრდება 10 წუთში უკვე ეს ჩვენი ჯგუფი და ერთი გავლა მოვასწარი მარტო და ეხლა მეორე გავლას თუ მოვასწრებ და ეგ არის ალბათ. ანუ ძალიან ცუდად არის ეს დაორგანიზებული რა. ვიღაცა დაიმტრევა, რაღაცა მოუვა და მე ჩვენ ველოდებით ამდენი ხანი რა. და ფაქტობრივად ან ერთი ან ორი გავლა გიწევს ერთ სესიაში. ძალიან მოლიპულია იქ, რო იცოდე, ძალიან ნელა უნდა შევიდე და ნაზად. მოხოვის კუთხე რომ მქონდეს, აი ვიცი, სულ ვიძახი ხოლმე და ალბათ თავი მოგაბეზრეთ, მაგრამ მოხოვის კუთხე რომ მქონდეს, ეხა იმ ორივე გასწორებას გადავარჩენდი, პლუს არ ვიცი, ბევრად კარგად ვივლიდი რა და ტანდემისაც აღარ შემეშინდებოდა. ოპა, გადარჩა. წინას მოუწურდა. ეხლა წესით ჩვენ უნდა გავიდეთ, არ მოუწურდეს იმას, რომ მალე გავიდეთ. და მედი მაქვს, მეც არ მომიწურდება. მეტი მოცურება აღარ შეიძლება. იქ ნაზად უნდა გავიდე. აუ რა კარგად მივდიოდი რა. გაუბრაზდი ეხა. აფსუს არა უშავს. მე მგონი მოხოვის კუთხის გარეშე აღარც გამოვალ რა. იმიტომ რომ აზრი არა აქვს, ყველა გამოვდივარ, კი პრაქტიკა არის, მაგრამ აი რომ მინდა რომ მივაჭირო და კარგად გავიდე, ზუსტად მაშინ მაკლებს ეს მოხოვის კუთხე რა. არა და დრონი მომყვებოდა, დრონის კაი კადრებიც მექნებოდა. ხელის ტორმოზი მუშაობს, მაგრამ ისი არა როგორც უნდა მუშაობდეს.
ორჯერ გავედი მარტო. მოკლედ, მარტო ორი გავლა მოგვიწია სამწუხაროდ პირველ სესიაში, კიდევ ორი სესია იქნება, მაგრამ როგორც გითხარით, ოვალი არის ღია, სულ თეთრის განმავლობაში, ასე რომ ეხლა წავალთ და ოვალზე გავწურავთ ამ ბაკისკებს ცოტა დაგჭან საბურავად. თუმცა მოგვიწია ორი გავლა მხოლოდ ერთ სესიაში, იმიტომ რომ არის აი ესეთი რიგი, იქ არის გასასვლელი პირდაპირ და მარჯვნივ გამხილარი კი არის. პლუს მაგას ერთი მანქანა რო გადავარდება ან გაფუჭდება, იმას ელოდება ყველა და 45 წუთია მხოლოდ და მხოლოდ. 45 წუთში კიდე რამდენი უნდა მოასწრო. თუმცა ამ ხელარი გია და ვიღაცას გაუფუჭდება მანქანა. გალოდინებენ. მოგვიწია ორი გავლა მან. ეხლა გადმოვინაცვლეთ ოვალზე და იმედია უკეთესად ვივლი აქ მაინც. ამოვწუროთ ჩვენი საბურავები, ჯერ ბენკზე ასვლა არც მინდა. ჯერ ქვევით ვიზავ ბენკს, ამ ბაგაჟკებით ვერ გაურისკავ. აბა გაუშვათ. ეხლა ვწდი ბენკს, ოღონდ ისე მეორე სიჩქარეეთი ალბათ, იმიტომ რომ მესამე ძალიან სუსტი იქნება და თან ჩქარი. და ამ მოხვევის კუთხეზე მეტი სიჩქარე არ მჭირდება რა. მეორეთი ვწდი ბენკს, ფორმულა დრიფტის ტრეკ ვწდი, ოღონდ ძალიან ახლოს არ მივალ მასთან რა ქვია კედელთან. წეღან შევამოწმე საბურავები კიდე არის, წესით ბენკზე უნდა მეყოს და მაგით დამთავრდება ჩემი საბურავები რა. ტემპერატურა საკმაოდ მაღლავი და ეხლაც მაღლა უჭირავს, მაგრამ ჩამოდის ხოლმე რა. და ამის მერე უკვე დავასვენებ ცოტა ხანი მანქანას, სანამ ჩვენი სესიის დრო არ მოვა იქით. ზუსტად არ მახსოვს, მე მგონი პრინციპში 3:30-ზე თუ რაღაცა ეგრე იწყება. ზუსტად არ მახსოვს, ეხლა 2 ხდება. წეღანაც ფრალთ ისე ვერ ვიარე, როგორც მინდოდა, მაგრამ ნუ რას ვიზავთ? მაინც ნასიამონები ვარ. ეხლაც უნდა ვისიამონოთ. მეტი გზა არ არის. ჩვენი დროც მოვიდა. ხელთათმანის გაკეთება დამავიწყდა მეორეზე, მაგრამ არა უშავს. არა, ბენკზე არ ყოფნის რა.
გავაგრილოთ, გაცხელდა. კაი, ესე იგი არ ყოფნის ზევით. მესამე კიდე ამ მოხვევას არ ვენდობი რა. გავაგრილოთ და დავაყენოთ. საკმაოდ გაცხელდა რა. ესე იგი მიშიმოტოს რადიატორი უნდა დავაყენოთ და მოხვევის კუთხე. ვა, ფანები. ჩემი ფანები. მთელი ორი ფანი თუ არ მოსული აქ. თორე საკაიფოდ გაცხელდა და გავაგრილე და ეხა გავაჩერებ. How was the day? Oh, I mean, crazy. how we? Good. You like it? Yeah. It's busy, but yeah, it's fun, man. Fun. How's the car? Great. A little weird, no self-steer. So the caster is weird. Yeah. But I took it on the oval. The swap is like doing its thing. It works, Really good. Yeah. Put the you're doing a video for YouTube? For my YouTube. Put the clip of the oval. Of course I will. That thing eats. Yeah. Oh, they're not over here no more. But a brand new set of G-forces, one session over there gone. But Yeah. I was mad. I still have some. I was mad at the whole way in third gear though. Oh yeah. So I was like, I couldn't put in the third because I don't have an angle. That's why. It's over. I think it's over 100 mile an hour wheel speed Oh. in third gear. Yeah. So it just ate them up. But it was fun, really fun. Yep. I don't know what That's it's bad gonna boy do. then. I have some burner 17s, 205 40 17s. It's gonna be like ice. I don't know what to expect. While my other tires are So getting good luck mounted. with that. Yeah, we have 3 sessions today. I didn't know that. I thought Yeah. it was just 2. No, it's 3, but I don't think I'm gonna stay No? on the last one. Yeah. კრისმა შემომთავაზა, რომ გავყოლოდი, კი არა და გამომყოლოდა უკან, მაგრამ ჩემს მოხვევის კუთხეს ვერ ვენდობ, მე თუ ვერ მოუხვიე, წინ კარგად და მომისრიელ და მაგ შემთხვევაში შენ გააჩერებ თუ არა, არ ვიცი. ამიტომ დღეს მხოლოდ single run-ები. მეორე GoPro დაიბრიდა, უკვე დაჯდა კიუტენიდი, მაგრამ ეთყობა არტენი და გარე GoPro, ეს GoPro დაიტენა. მოკლედ ეხლა შემომთავაზა კიდე ტანდემი, ოღონდ ცოტა შორ მანძილზე გავყვები. იმედია გამოვარ რამე, არ გავყვები ახლო. იქნებ შორიდან მაინც ლამაზი გამოჩნდეს. ნახოთ. იმედია ისიც არ მოცურდება, იმედია მეც არ მოუცურდები და ლამაზი გავლა გამოვარ. იმიტომ რომ მე მგონია რომ ბოლო არის. თვითონაც მანიშნა რომ შორს გამომყევიო. თვითონაც არ ენდობა თავის მანქანას, იმიტომ რომ კასტერი რაც არის, ანუ self-steer-ი არ უარგა. კი არა და საერთოდ არ აქვს ფაქტურად. აკეთებს თვითონ კრისი მაგას. 2 არასანდო მანქანა ტანდემით.
აუ, და ცეცხლი. აუ, რა დროს ეს იყო? აუ, რასაც ამბობდა ის მოუვიდა, ბიჭო. ჩააქრეს მე მგონი. ამბობდა მაგას, რომ აიო, დედას უტირებო, დავასტუკებო და გახეთქა ძრავით ჩემი. არა და დავიწყე კარგად გავყევი და მოხდა ეგეთი რაღაცა. სამწუხაროა მისთვის, დროულად გადმოვიდა თვითონაც და არავინ არ დაშავდა, რაც თავარია ეგ არის. ტეხავს ესეთი რაღაცეები რა. იმედია არ დაიწყო არაფერი სერიოზულად. ამ დრავს არ ვიცი ხო რაღაცა ვერ ქონა კარგად აშკარად. საშინელება დატრიალდა კრისის თავს. ერთადერთხელ გადავწყვიტეთ რომ ტანდემში გველო, მეთქი შორის გავყვებით თქო და მთელი დღე იძახდა, რაღაცა მოუვა მანქანას, რაღაცა მოუვა და ტანდემში რო გავყევი, მაშინ მოუვიდა რაღაცა, ცეცხლი წაეკიდა. ნაწილები ყრია ეხაც იქ. ხმები გავიგე რომ გადმოიყარა რაღაც მეტალები და ცეცხლი წაეკიდა და აქედან ვეძახდი მეთქი გადმოდი. ცუდი ამბავია. ჩვენი სესიაც მორჩა. როგორ შევიადა?